გამარჯობათ პატივცემულო ტელემაყურებლებო. გადაცემა ბაგრატოვანი კვლავ ეთერშია და ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენს გადაცემებს. მე მინდა შემოგთავაზოთ სიუჟეტი, გავაეხლა სიუჟეტი და ამის შემდგომ ვისაუბროთ ამ ყველაფრის შესახებ. ფონდის დამფუძნებლების საქმიანი ვიზიტი გერმანიაში. ტელეკომპანია Plus TV-ს საინფორმაციო მხარდაჭერით. 2025 წლის 28 თებერვალს საქართველოს სამეფო დინასტიური მამუკა ბაგრატიონის ფონდის დამფუძნებლები პრინცი მამუკა ბაგრატიონი და პრინცესა მერი ფერარი გაემგზავრნენ გერმანიაში. ქალაქ ბადენ-ბადენში, ევროპის ქვეყნებში ფონდის წარმომადგენლის და ორდენის კავალერის ბატონი რაინერ რუგეს მხარდაჭერით და მიწვევით. აქვე სპეციალურად ჩამოვიდა ჩვენი ფონდის ორდენის კავალერი და წარმომადგენელი საფრანგეთში ქალბატონი ბარბარე ელბაქიძე. ბევრ საპატიო სტუმართან ერთად ევროპის სხვადასხვა ქვეყნებიდან აქ იმყოფებოდნენ ჩვენი ფონდის ორდენის კავალერი, საქართველოს კარატეს გაერთიანებული ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი ბატონი გოჩა სურმანიძე მეუღლესთან ქალბატონ ირმა ცენტერაძესთან ერთად. ულამაზესი ატმოსფერო, მასპინძლობა და მნიშვნელოვანი საქმიანი მიმართულებები განისაზღვრა ქალაქ ბადენ-ბადენში. ამის შემდგომ ფონდის დამფუძნებლები გაემგზავრნენ ქალაქ მიუნხენში, ფონდის ორდენის კავალერთან და წარმომადგენელთან გერმანიაში პრინც ნოდარ ბაგრატიონთან. პრინცებმა მადლობის სიგელები გადასცეს ექიმების, ბატონი რაინერ და ქალბატონი ნატალი ვიორლეების ოჯახს. ასევე გვინდა მადლობა გადავუხადოთ ქალბატონ კარინ ზორგეს, რომელმაც გადასცა პრინცებს მამუკა და ნოდარ ბაგრატიონების ოჯახებს თავისი მეტად საინტერესო ცხოვრების ამსახველი ავტობიოგრაფიული შინაარსის წიგნი. მის შესანიშნავ წიგნში აღწერილია ბრძოლა თავისუფლებისთვის, ადამიანის უფლებების, პატრიოტული და ადამიანური ფასეულობებისთვის. მადლობის სიგელები გადასცეს ქალაქ პლანეგის მერს, ბატონ ჰერმან ნაფციგერს და მის მოადგილეს ბატონ შტეფან შაუდიგს. აღსანიშნავია მათი განსაკუთრებული დახმარება და გვერდში დგომა პრინც ნოდარ ბაგრატიონის, მისი მეუღლის პრინცესა მილა ჰუბინა ბაგრატიონის და მათი შვილის პრინცესა ელისაბედ ბაგრატიონის მიმართ. პრინცებმა მამუკა და ნოდარ ბაგრატიონებმა განსაკუთრებული სტუმრების წიგნში გააკეთეს ჩანაწერი. გამოიხატა სამომავლო სურვილი საქართველო-გერმანიის ურთიერთობებზე და კულტურულ საგანმანათლებლო სფეროში თანამშრომლობაზე. საქართველოს სამეფო დინასტიური მამუკა ბაგრატიონის ფონდის სახელით სპეციალური წიგნები გადაეცათ მასპინძლებს. ამ წიგნებში აღწერილია ევროპაში ყველაზე ძველი სამეფო დინასტიის მოკლე ისტორია, ფონდის საქმიანობა და აქტივობები. ქალაქ პლანეგის მერის ოფიციალურ ვებგვერდზე დაიდო ინფორმაცია სათაურით მეფური ვიზიტი. ქალაქ პლანეგის ადგილობრივ გაზეთში დაიბეჭდა აღნიშნულ ვიზიტზე ინფორმაცია. თქვენ ნახეთ სიუჟეტი, რომელიც ეხება საქართველოს სამეფო დინასტიური მამუკა ბაგრატიონის ფონდის დამფუძნებლების ვიზიტს გერმანიაში. ამ ფონდის პრეზიდენტი გახლავართ მე და ჩემი მეუღლე. ჩვენ ვიმყოფებოდით ჩვენი ფონდის წარმომადგენლის ევროპის ქვეყნებში ბატონი რაინერ რუგეს მიწვევით და ხელშეწყობით ჯერ ჩავედით ჩვენ ქალაქ ბადენ-ბადენში 28 თებერვალს გავემგზავრეთ და 3 დღე ვიყავით ბადენ-ბადენში. შემდგომ გავემგზავრეთ მიუნხენში, შემდეგ ქალაქ პლანეგში, ესეც მიუნხენის მიწას ეკუთვნის. და ძალიან საინტერესო შეხვედრები გქონდა და ძალიან სერიოზული, შემიძლია ვთქვა და განსაკუთრებით ჩვენი ქვეყნისთვის კარგი ნაბიჯები გადავდგით და ეს ძალიან მახარებს. სამწუხაროდ მოხდა ისე, რომ ზუსტად ჩვენი გამგზავრებიდან მეორე დღეს გავიგეთ ინფორმაცია, დამიკავშირდნენ გერმანიაში, რომ ერეკლე მეორეს პირდაპირ შთამომავალი ბატონიშვილი ნუგზარი ბაგრატიონი გრუზინსკი გარდაიცვალა და მე მინდა
ეხლა მაქვს ამის სიტუაცია და გარემოება, უბრალოდ ფიზიკურად არ ვიმყოფებოდი აქ ამ პერიოდში და მიუსამძიმრო ოჯახს. ნამდვილად ეს იყო ისტორიული პიროვნება. ერეკლე მეორეს პირდაპირი შთამომავალი და ვუსამძიმრებ ოჯახს გამძლეობას და უსამძიმრებ მთელ საქართველოს ჩვენს ბაგრატონთა დინასტიას ამ დიდ დანაკლისს. მის შესახებ ძალიან ბევრი შეიძლება ვისაუბროთ მის პიროვნებაზე და მე მოხარული ვარ, რომ ძალიან ბევრმა საინფორმაციო საშუალებებმა გადმოსცეს კარგად ინფორმაცია. იქ იყო ესეთი მომენტები, რომ რაღაც მომენტში დინასტიასთან საუბარში რაღაც მორიდებას გამოხატავენ, თან არიციან ზუსტად როგორ თქვან, რანაირად თქვან, რაღაც მომენტები არის. და მინდა გითხრათ, რომ იცით რა შეასაქმე? ნუ გერიდებათ თქვენი სამეფო დინასტია, ბაგრატონთა სამეფო დინასტია არის ევროპაში ყველაზე ძველი დინასტია და მსოფლიოში არის მეორე ადგილზე იაპონიის დინასტიის შემდეგ. ევროპის ქვეყნებში, სადაც არ უნდა ჩავიდე, ყველგან ყველა კარი მაქვს ღია, სახელმწიფო სტრუქტურა იქნება თუ ნებისმიერი ორგანიზაცია და ძალიან დიდი პატივით მიწყობენ ხოლმე შეხვედრას. ეხლა ეს უბრალოდ გადასვლას ვაკეთებ ამ მიმართულებით, იმიტომ რომ აი იცით რომ ხედავდი ამ გადაცემაში რომ აი იცით როდესაც ბატონიშვილი ნუ გზარზე მიდიოდა საუბარი და მას იხსენებდნენ და აი რაღაცაი არა ეს იცით როგორი მომენტი არის საკუთარ ქვეყანაში ბაგრატონთა დინასტია როგორ არ უნდა იყოს კულტურული მემკვიდრეობის სტატუსიც კი არ გააჩნია ბაგრატონთა დინასტიას. ეს ჩვენი ქვეყნის სირცხვილია. მე როგორც ბაგრატოვანი შეიძლება ახლა მიკერძოებაში ჩამითვალოს ვინმე, მაგრამ სულ არ მაინტერესებს ვინ როგორ ჩამითვლის ამას. მე ვიძახი სიმართლეს. ეს არის სიმართლე და მინდა რომ ეს სიმართლე ყველამ გაიგოს. ეხლა შემდეგ თემაზე გადავალ, რაც შეეხება ძალიან ისტორიული მოვლენა არის ის, რომ დღევანდელ დღეს ჩვენ გვყავს ძალიან კარგი ხელისუფლება, მე ძალიან მომწონს მათი ქმედებები, როგორც საგარეო ურთიერთობებში, ასევე საშინაო ურთიერთობებში და ზოგადად, რა თქმა უნდა, გარკვეული შენიშვნები, როგორც ყველა ნორმალურ ადამიანს და ეხლა არ შეიძლება სრულყოფილი იყოს წუთი სოფელში ვინმე არ არსებობს ეგეთი რამე, ანუ ყველა დაუშვებს რაღაც გარკვეულ შეცდომებს, მაგრამ შეიძლება ამ შეცდომებზეც აკადემიური, ნორმალური საუბარი. ოპოზიციის მხარეს საერთოდ არ შევეხები, იმიტომ რომ მათ იმის მაგივრად, რომ ხალხისთვის თავი შეეყვარებინათ და აკადემიურად დამსხდარიყვნენ და ესაუბრათ და შესულიყვნენ პარლამენტში და განეცხადებინათ, რომ იცით, აი თავი წარმოეჩინათ საზოგადოების წინაშე და ადამიანების და ხალხის წინაშე, ჩვენი საქართველოს მოქალაქეების წინაშე, ამის მაგივრად დაპირისპირებას შეუწყეს ხელი და ის მე ყოველთვის ვამთავრებ ჩემ გადაცემას შემდეგი სიტყვებით. ეშმაკი ყოფს ღმერთი აერთიანებს. ის რაც არის სწრაფის გაერთიანებისკენ, წესრიგისკენ და ჩვენი ქვეყნის ინტერესები, სადაც არ წარმოადგენს უმთავრეს ბირთვს, იქ წარმოუდგენელია განვითარება. ეხლა აი ესეთი ემოციით რატომ საუბრობ? მე მქონდა შეხვედრა ძალიან კარგ ოჯახთან, ესე იგი ძალიან კარგი ოჯახი, ექიმების ოჯახი, პროფესორების ოჯახი, რომლებსაც ძალიან კარგი კონტაქტი აქვთ იქაურ სამთავრობო ხაზთან და მათთან მქონდა ძალიან სერიოზული საუბარი მე და ჩვენი ფონდის წარმომადგენელს გერმანიაში, პრინც ნოდარ ბაგრატიონს და ესე იგი ვისაუბრეთ, იცით, მათ აინტერესებდათ საქართველოში რა ხდება. მათ აინტერესებდათ საქართველოში
რა პროცესები მიდის, რადგან საინფორმაციო საშუალებებით ისმენენ ისეთ ინფორმაციას, თითქოს საქართველოში არის საშინელი დიქტატურა. ეს რა თქმა უნდა სიმართლეს არ შეესაბამება და ყველა ჯანსაღად მოაზროვნა დამეთანხმება ამაში. და ესე იგი ისეთი სიტუაცია რომ ხა დიდი გამოსვლები არის და მოკლედ ესე იგი აი არ ვიცი დეზინფორმაციის ზღვაში შევცურე ესე იგი როდესაც ისინი საუბრობდნენ. რა თქმა უნდა მე დეტალურად ავუხსენი რა ხდება და როგორ არის რა დამდგომარეობაა ჩვენს ქვეყანაში და გავუსვი ხაზი იმ მთავარ ფაქტორებს რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი. და რა არის მნიშვნელოვანი? რომ თუნდაც საქართველოში პოლიციის მოქმედება საქართველოში და სიტყვის თავისუფლების მხრივ ანუ ამ მიმართულებით და ის რომ რა რაოდენობის ხალხი გამოდის და ძირითადად საქართველოს მოსახლეობა ბევრი რამე არ მოწონს ჩვენი ხელისუფლების მაგრამ მათ იმედს ამყარებენ რომ ნენელა ეს ყველაფერი გამოსწორდება. მე ამას ერთს დავამატებდი რომ მე ვისურვებდი რომ ყოველთვის როდესაც მიდის საუბარი რომ ჩვენ აი რამაგრები ვიყავით. აი დავითის პერიოდი, თამარის გიორგი ბრწყინვალეს პერიოდი, ფარნავაზის პერიოდი თუ ასე შემდეგ. არა, ჩვენ დღესვე უნდა ვიყოთ წარმატებულები, დღესვე უნდა ვიყოთ ძლიერები. დღესვე ის დავითის საქართველო რაც ჩვენ გვიყვარს და მოგწონს ის უნდა დღესვე მოხდეს. ეს შესაძლებელია. თავარია მონდომება. მე ჩვენ ესე იგი მასპინძლებს ავუხსენი ის მომენტი რომ მოყოლებული ისტორიულად არქაული პერიოდიდან უძველესი დროიდან საქართველო ყოველთვის იყო ცივილიზაციის იყო იქ სადაც იყო ცივილიზაცია პროტოქართველებიდან მოყოლებული. ჩვენ ვიყავით ყოველთვის იქ სადაც იყო ცივილიზაცია. და აქედან გამომდინარე ეხლა ეტაპობრივად არ შევყვები იმ დეტალებს როგორ მოხდა ცივილიზაციის გადმონაცვლება თავიდან მოგეხსენებათ ისტორიულად არის ყველაზე ცივილიზებული და ცივილიზაცია ჰქონდათ შუმერებს, შემდგომ ეგვიპტის ცივილიზაცია, მტკვარ-არაქსის და ჰარაპანის ცივილიზაცია, ეს 4 ცივილიზაცია და სხვათა შორის სამეცნიერო ნაშრომებზე ვმუშაობ ამ მიმართულებით პირადად მე, რომ აი ეს კავშირები და ამ ძველი ცივილიზაციების შემდგომ ურთიერთჯერ ურთიერთობები და შემდგომ გაშლა მთელს მსოფლიოში სხვადასხვა ფორმით სახელწოდებებით გავიდა ეს ყველაფერი მე და სხვადასხვა ლეგენდები, ანუ იგივე ვთქვათ ბერძნული მითოლოგიაში როგორ შევიდა ეს ერთი და იგივე ცოდნა არის იგივე ენუმაელიში ანუ ათრახასის ეპოსიდან მოდის ფაქტურად ყველაფერი ათრახასის ეპოსი ეს არის ყველაზე ძველი კოსმოლოგიური ცოდნა შემდეგ ვთქვათ ეს არის ენუმაელიში მერე ბიბლიურში გადმოდის ანუ ეს ძალიან დიდი თემაა ძალიან ესეთი არ მინდა ახლა ადამიანები ამ მიმართულებით აბაბნიო და იცით რას გავაგრძელებ ისევ იმ თემას რომ მოკლედ აღვუწერე რეალური სიტუაცია საქართველოში რა იყო და ხაზი გავუსვი იმას რომ ჩვენ ყოველთვის ვიყავით ცივილიზაციის ნაწილი და მხოლოდ ორი ბრძოლა დიდგორის და ბასიანის საკმარისი არის როგორი კედელი იყო კავკასია და კონკრეტულად კავკასიაში ჰეგემონი საქართველო ფაქტიურად იმისი რომ აი ბარბაროსებს არ წაელეკათ მთელი ცივილიზაცია, რომელმაც ევროპაში გადაინაცვლა. ანუ რენესანსის პერიოდი დგება უკვე ევროპაში, ინაცვლებს ამოდის შუმერებიდან, ნენელა ჩრდილოეთით იწევს. იქ ასურეთი იყო, შემდგომ პირველი იმპერია გახდათ აქადური იმპერია, საერთოდ ისტორიაში პირველი იმპერია, ეს იყო სარგონ დიდის მიერ დაარსებული იმპერია, რომელმაც ფაქტიურად შუმერებიდან
არაფერი აღარ დატოვა, შეისისლ ხორცა მათი კულტურა და ძალიან ბევრი ცივილიზებული ერი გადაშენდა ისტორიის განმავლობაში და მე იმას გავუსვი ხაზი, რომ ზუსტად ჩვენ ყოველთვის ცივილიზაციის ნაწილი ვიყავით, როდესაც ზემოთი ნაცვლებდა მე რომის იმპერია იყო, თქვათ, საბერძნეთი იყო, ბიზანტია იყო, შემდგომ გადაინაცვლა ევროპაში უკვე და აი ამ ბრძოლებში, როდესაც ესე რომ ვთქვათ, ნაკლებად განვითარებული და ესეთი ტომების შემოსევები ხდებოდა და ამ ცივილიზაციის განადგურება ხდებოდა, ანუ ზუსტად იგივე საფრთხის წინაშე დგას ახლა ევროპაც. ანუ იქ გადაინაცვლა ადამიანის უფლებების დაცვა, სოციალური საკითხები, ანუ ყველაფერი მოწესრიგებული არის და ამ დროს აი როგორ გითხრათ, ახლა სხვა დონეზე მიდის ბრძოლა, მათთან არის შეგდებული თემა ლიბერალიზმი. ანუ და ეს ლიბერალიზმი ცდილობს, რომ ჩაენაცვლოს ქრისტიანობას და ადამიანობას, მოდით ესე ვთქვათ. და როგორ შეიძლება ადამიანურობა არის ყველაზე მაღალი რანგი. და ქრისტეს დემოკრატია კიდე მე ვფიქრობ, რომ ქრისტეს აკლია დემოკრატია თუ დემოკრატიას აკლია ქრისტე. ანუ იცით, ევროპას სადაც შევიდა ეს ცივილიზაცია, ადამიანის უფლებების, სიტყვის გამოხატვის უფლება, ანუ ეს ყველაფერი, აი ისტორიულადაც იცით, როგორ ხდებოდა, როდესაც ცივილიზებული ხდებოდა სახელმწიფო და უკვე ცხოვრების დონე იყო მაღალი, ამ დროს შემდგომი პერიოდი იყო დაცემის პერიოდი. ეს დაცემის პერიოდი ძალიან იცით რომ ამას განაპირობებდა ის, რომ ადამიანები დუნდებოდნენ. აი ჩვენ როდესაც კარგად ვცხოვრობთ, აი კარგად ვართ, ყველაფერი მოწესრიგებული, ელემენტარული ადამიანური მოთხოვნები არის დაკმაყოფილებული, ყველაფერი მოწესრიგებულია, მერე იწყება რაღაც იცით თითქოს პობის პროცესი იწყება საზოგადოებაში და ნელ-ნელა შემოდის ძალიან ესე იგი დუნდება, ერი დუნდება თვითონ და ემართება რაღაც აი გადაგვარების მომენტი და ნუ გარყვნილობები შემოდის, ძალიან ბევრი უკვე ესეთი არასწორი აზროვნება იწყებს ნელ-ნელა შემოსვლას. ეს ისტორიულად ესე ხდებოდა ყოველთვის და ამ დროს ხდებოდა დაცემა ზუსტად ცივილიზებული ქვეყნების. და ანალოგიური პროცესი ხდება იგივე უბრალოდ ახლა ტექნოკრატიული პერიოდია და აი ეს განსხვავებაა, თორე იგივე მომენტი არის. ნუ რა თქმა უნდა, შედარებით უფრო განვითარებულია კაცობრიობა და ევოლუციის პროცესი გავდივართ და ეს პროცესი მიმდინარეობს დღესაც თავისთავად. და იმაზე მინდა ხაზგასმა, რომ მე გადავეცი ეს ინფორმაცია მათ საქართველოში რეალურად რა ხდება, რომ ჩვენ ყოველთვის ვიყავით ცივილიზაციის ნაწილი და კედელი ცივილიზაცია ვიცავდით ამ ევროპაში შემდგომ ბოლოს გადანაცვლებულ ამ ცივილიზაციას და ამ რენესანსის პერიოდი, რაც დადგა იქ ევროპაში, აი როგორ უფრთხილდებიან და როგორ არის ეს ყველაფერი, ამის დამცველები ვიყავით ჩვენ ფაქტიურად, აი ფრონტის ხაზზე ვიყავით, კედელი იყო საქართველოს და კავკასია ამ მიმართულებით და აი ამის შესახებ ვესაუბრე და თან ხაზი გავუსვი კიდევ ერთ ფაქტორს, რომ არავის არ აქვს უფლება საქართველოს უყუროს ზემოდან. ერთადერთ შემთხვევაში შეიძლება ზემოდან უყურო შეხედო ადამიანს, არის ეს ნათქვამი, როდესაც ის გინდა რომ ფეხზე წამოაყენო. ხაზი გავუსვი იმ ფაქტორსაც, რომ ჩვენი ქვეყანა ანუ რა თქმა უნდა, იქ დეტალებზე ვისაუბრე ყველაფერი, ძალიან ყურადღებით მისმენდნენ, ძალიან ყურადღებით და კარგად ავუხსენით ის ფაქტორიც, რომ ჩვენ ეხლა იმის ილუზია არა გვაქვს, რომ აი საქართველოზე მზედამთვარე ამოდის მთელ მსოფლიოს და ანუ ეხლა სენტიმენტალურ გადასვლებში ნამდვილად არ ვართ. ჩვენი პოტენციალი,
ჩვენი საქართველო არის, უნდა გამოცხადდეს, ეს უნდა იყოს ნეიტრალური ქვეყანა და ეს უნდა იყოს იცით სოფლიო ნაკრძალი, უნდა გამოცხადდეს სოფლიო ნაკრძალად. აბსოლუტურად ამ მიმართულებით ყველა ძალიან დიდი მასალა არის რა და ჩვენ ნამდვილად ვართ იმ უძველესი ცივილიზაციის ნაწილი, რომელიც ფაქტიურად აქ-იქ არის შემორჩენილი და ამას უნდა მოფრთხილება. ჩვენი პოტენციალის გამოყენება, გონებრივი პოტენციალის გამოყენება, რომელიც არაჩვეულებრივად მოახერხა რუსეთის იმპერიამ. არაჩვეულებრივად მოახერხა. მარტო 28 გენერალი ყავდათ ბაგრატიონი. არ ვიძახი სხვა ქართულ გმირებს, გენერლებს, რომლებიც მსახურობდნენ რუსეთის იმპერიაში. ანუ ძალიან ბევრმა ქვეყანამ ჩვენი პოტენციალი, გონებრივი პოტენციალი, საბრძოლო შემართება და საბრძოლო შემართება ნიჭიერება გამოიყენა თავისი კეთილდღეობისთვის და ჩვენ ეს გვაძლევდა რაღაც დაბალანსებულ სიტუაციას, რომ ჩვენ დღემდე მოვედით. და მე ვუთხარი მათ, რომ ჩვენ შეგვიძლია, გამოიყენეთ ჩვენი პოტენციალი. აგერ ფიზიკის ინსტიტუტი პლანკის სახელობის ზუსტად გერმანიაში, რომელსაც ბატონი გიადვალი ხელმძღვანელობს, რამდენი ქართველი მეცნიერები მუშაობენ CERN-ში და რამდენი ჩვენი უდიდესი პოტენციალი, გონებრივი რესურსი, მეცნიერები, ხელოვანები, დარგი არ არსებობს, სპორტი, რამდენი რამე შეგვიძლია ავიღოთ, რა მიმართულებაც ახასიათებს ცივილიზაციას, ჩვენ ეს ყველა პოტენციალი ჩვენში არის. და რაც თავარი გონებრივი პოტენციალი არის ძალიან მაღალი. ამიტომ ჩვენ გქონდა ამაზე საუბარი, რომ გთხოვთ გამოიყენეთ თქვენ ეს პოტენციალი, გამოიყენეთ სამაგეროდ, მოვახდინოთ გაცვლა, თქვენ რაში გამოიყენებთ ჩვენ რესურსს და ჩვენ რაში გამოვიყენებთ თქვენ რესურსს. ესე რო იტყვიან გერმანულად ვისაუბრა და ვუთხარი, რომ ესე ზემოდან ყურება და ის მომენტი, რომ ჩვენ იცით, ჩვენ ვიღაცის ძალიან ცუდი ფაქტორი არის რუსეთის იმპერიამ ძალიან ცუდი რამ გაგვიკეთა ჩვენ და ჩვენი ბრალიც არის იმ ხრივ, რომ იცით, ჩვენ საჩვენოდ კარგად ვერ გამოვიყენეთ ის რესურსი, რაც ჩვენ მას მივეცით განვითარებისთვის და თქვათ იმის გაძლიერებისთვის, ეხლა რაცაც რუსეთის იმპერია წარმოადგენს დღესდღეობით, ხო? ჩვენ ლომის წილი მიგვიძღვის ამის გაძლიერებაში, მაგრამ ჩვენი უნდა აგვეღო აქედან, ეს ჩვენი არ აგვიღია სამწუხაროდ. სამწუხაროდ ეს არის რეალობა და პირიქით ესე რომ ვთქვათ ნახევარიც არ აგვიღია შეიძლება ესე ითქვას, უბრალოდ მოვედით აქამდე და ეს გარკვეული რაღაც დამოკიდებულება დღესაც სხვათა შორის ძალიან აქტიურად უნდა ვსაუბრობდეთ რუსეთთან. ძალიან აქტიურად უნდა ვსაუბრობდეთ. რაც გინდათ ისეთმა აზროვნების ადამიანებმა, რომლებიც ფიქრობს, რომ ეხლა რუსეთთან რა უნდა ვისაუბროთ, ერთი გაებედა ვინმეს ჩვენი მეფეებისთვის, ჩვენიც დიდი წინაპარი მეფეებისთვის, რომ რატო ჩადიხარ და შვილს მძევლად რატო უტოვებ ირანში, იქ ოსმალეთში დედას, დას, მას, შვილებს, ოჯახის წევრებს წარმოიდგინეთ რა, რომ ესე იგი ზუსტად მტერთან უნდა შეგეძლოს საუბარი. აბა მოყვარესთან და ისეთთან, რომელიც ტკბილად საუბრობს, ეხლა შიგნი რა პროცესია ეს? არა, ჩვენ უნდა ვისაუბროთ, ჩვენ უნდა შევძლოთ ყველასთან საუბარი და უნდა ვესწრაფოთ, რომ ცივილიზებულ სამყაროსთან გქონდეს ძალიან აქტიური კავშირები და ეს ყველაფერი უნდა გამომდინარეობდეს პატრიოტული გრძნობიდან, ჩვენი ქვეყნის სიყვარულიდან, ადამიანურობიდან. ჩვენს მიმართ მტერსაც უჩნდებოდა პატივისცემის გრძნობა. ამ ყველაფერზე ვესაუბრე ჩვენს მასპინძლებს, რომლებმაც ძალიან კარგად გაიგეს. მე ვუთხარი, რომ ჩვენთან არ შეიძლება იყოს
იმ პროპაგანდა LGBT-ს თემის პროპაგანდა არაფერს ვისაც როგორ ცხოვრებით უნდა იცხოვროს არავინ არ უშლის მაგრამ ამის ქვეყანა რომელიც ფაქტიურად იმყოფება გეოგრაფიულად ისეთ მდებარეობა გვაქვს და ჩვენ კულტურული ტრადიციები მის საშუალებას არ გვაძლევს და არასდროს რომ ჩვენ გადაგვეხვია წესსა და კანონზე წესს და კანონებს განსაკუთრებით მთაში ეს წესები ძალიან მკაცრად იყო დაცული და ეს იყო სამყაროსთან ურთიერთობაში, ღვთაებრივ სამყაროსთან, ანგელოზებრივ სამყაროსთან ურთიერთჰარმონიაში ეს წესების დაცვა და ვიცავდით ამ წესებს და აი ამან გადაგვარჩინა ჩვენ და ჩვენ მე მათ ავუხსენი რომ ჩვენ ამას ვერ უღალატებთ, ჩვენ ვერ ვიქნებით სუსტები, იმიტომ რომ თქვენ მე ვთხარი, აი თქვენ ბახსულით, თქვენი ეზო გაქვთ, აი თქვენი სახელმწიფო ხო, რომელიც აგერ როგორ კარგად განვითარდა, როგორი თქვენი ბუნება, თქვენი ხასიათი, რომელიც ჩამოგიყალიბდათ, რომელმაც მოგცათ საშუალება რომ გქონდეთ ძლიერი სახელმწიფო, ხო, მაგრამ ამ ძლიერ სახელმწიფოს, სადაც სოციალური ადამიანის უფლებებია დაცული, სოციალური ფონი არის მშვენიერი, ყველანაირად, სამედიცინო კუთხით ტექნოლოგიური განვითარება მიდის, ეს ყველაფერი არის ამას დაცვა ესაჭიროება. ამას ესაჭიროება დაცვა. იმიტომ რომ ჩვენ მე ვუთხარი ესეთი რამ, რომ იცით აი ბახს როცა გინდა რომ კულტურული მცენარეები რაღაც ბაღი გააშენო. რას ვაკეთებთ ჩვენ? ჯერ შემოღობას ვაკეთებთ, რომ დაცული იყოს ეს ყველაფერი და შემდეგ შრომობთ და ვიცავთ ამას, ხომ? ჩვენ პატარა მიკრო სამყაროს, ვიცავთ ჩვენ ოჯახს, ვიცავთ ჩვენ მიწაწყალს, ვიცავთ ჩვენს ცხოველებს, ბუნებას, იმ გარემოს, სადაც ცხოვრობთ, იმ სოციუმს, სადაც ცხოვრობთ. ამას ესაჭიროება დაცვა. და როდესაც დაცვა სუსტდება, აი ეს არის ყველაზე დიდი საშიშროება ცივილიზებული სამყაროსთვის. ეს არის ფორმულირება და ეს ფორმულირება ძალიან კარგად გაიგეს. მე გული დამწყდა რომ ახლა მე რისი უფლებამოსილებაც მქონდა რომ ჩემი ქვეყანა დამეცვა, სადაც შორის ბევრ ქართველს შევხვდი და ყველას ვთხოვდი რომ თავიანთი ქვეყნის სახელი არ გაეტეხათ, დაეცვათ თავიანთი ქვეყნის სახელი. ძალიან მნიშვნელოვანია, აი იცით დათა თუთაშხიადან მოვიყვან საუბარი, როდესაც მიდის, რა თქმა უნდა, ყველას გაგახსენდებათ ეს მომენტი, არ ძალიან კონკრეტიკაში არ შევალ, რომ ჩვენ პიროვნებები, ჩვენი ოჯახის სახე ვართ, როდესაც გარეთ გავდივართ, მაგრამ როდესაც ქვეყანას ვტოვებთ, ჩვენ უკვე ჩვენი ქვეყნის სახე ვართ. და აქედან გამომდინარე ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ემიგრაციას, ემიგრანტებს, რომლებმაც ჩვენი სახე უნდა წარადგინონ და აი ეს უნდა გახდეს ძალიან სერიოზული, ესე რომ ვთქვათ, გავახსენოთ მსოფლიოს ვინ ვართ ჩვენ. მე შევეცადე ეს პროცესი გამეკეთებინა და მე ვფიქრობ, კარგად გამომივიდა, მე ქალაქ პლანეგის მერთან მქონდა შეხვედრა ჩვენ, ძალიან კარგად ვისაუბრეთ, დავსახეთ გეგმები, რომ ქართული კულტურის დღეებს გავაკეთებთ გერმანიაში და ანალოგიურად გერმანული კულტურის დღეებს გავაკეთებთ საქართველოში და გავცვლით ამ ინფორმაციას, რახან ძალიან დიდი ბრძოლა მიმდინარეობს ინფორმაციულ ველზე და ყველანაირად ცდილობენ რომ საქართველოს არ წარმოაჩინონ კარგად და ჩვენი სპორტსმენების ძალიან დიდი დამსახურება რომ ეს პროცესი წავიდა, ჩვენი მეცნიერების დიდი დამსახურება რომ ეს პროცესი წავიდა და ძალები, რომლებიც ცდილობენ აი ჩვენში ეს ჩაახშეს, ეს არიან მტრები. შიდა მტერი, რომელიც გარე ძალების სატელიტს წარმოადგენს, ეს არის ძალიან მკაცრად დასაგმობი და აღმოსაფხრელი ჩვენი ქვეყნიდან თუ გვინდა სწორად ვიაროთ. მე შევასრულე ჩემი მოვალეობა ჩვენი ქვეყნის წინაშე რომ წარვადგინე და მინდა რომ აი ეს იცით აი ჩვენი ფონდი ზუსტად ამ მიმართულებით გვაქვს პირდაპირ გაწერილი რომ აი ამ მიმართულებით აქტიურად მინდა ვიმუშაო და ჩვენი აი შიშველი ხელით ვაკეთებთ ფაქტიურად ამას და
რამდენი წელია აი გადაცემა მიდის ბაგრატოვანი, ერთი სპონსორი არ გამოჩნდა. ერთი სპონსორი, ანუ ჩვენ თვითონ მოგვაქვს და ძალიან დიდი მადლობა. მინდა გადაუხადო საერთოდ რომ აი ტელევიზიაში მე ვარ, ეს ყველაფერი დაიწყო ბატონ გია ასათიანს, რომელიც დიდი დამსახურება არის, დაინახა ჩემში ეს პოტენციალი და ანუ ის მომენტი რომ მე შემეძლო ამის გაკეთება და რა თქმა უნდა ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაუხადო დღეს რომელ ტელევიზიაშიც გადის ჩვენი გადაცემა ბაგრატოვანი ტელეკომპანია რომ ამის საშუალებას მაძლევს, მაგრამ იცით და დინასტიის ინფორმაცია დინასტიაზე, ჩვენ ისტორიაზე, ჩვენს კულტურაზე ყველანაირად ვცდილობ რომ მოგაწოდოთ ეს ინფორმაცია. და მინდა რომ მეტი გავაკეთო და იქნებ კაზინოში ფულების ყრას მაპატიეთ და რაღაც გარყვნილებებში ფულების ყრას, რომელიც არა მარტო ქვეყანას ავნებს, არამედ თქვენ სულსაც ავნებს და თქვენს გავნებთ. იქნებ ჯობდეს, რომ საგანმანათლებლო კუთხით კონკრეტულად ჩემზე არ აიღოთ აქცენტი ამ მიმართულებით. მე ვიძახით ჩემი პრობლემას იმას, რომ გვერდში დგომა ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ მინდა რომ აი ინფორმაციას სხვანაირი სხვა პლატფორმა, ესე რომ ვთქვათ, ფუნდამენტი უნდა ვნახოთ. ეს ერთ-ერთი უძლიერესი ფუნდამენტი არის ბაგრატოვანთა დინასტია. ანუ დინასტია იძლევა იმ პლატფორმას, რომ ჩვენ გვესაუბრებიან და გვიხსნიან კარებს და ჩვენ შეგვიძლია იქ მივიტანოთ სწორად ინფორმაცია და ჩვენ ცივილიზებულ სამყაროს გავაგებინოთ. ვინ ვართ ჩვენ? გავახსენოთ და გამოვიდეთ რუსეთის იმპერიის ჩრდილიდან. ერთხელ და სამუდამოდ და ის რომ საქართველოს ყოველთვის იყო ცივილიზაციის ნაწილი და ჩვენ არ წარმოვადგენთ უკულტურო ერს და წარმოვადგენთ ღირსეულ სახელმწიფოს, აი ეს მომენტი ყველას დავანახოთ. დავანახოთ ჩვენი ადამიანურობით, ჩვენი გონებრივი რესურსით, ჩვენი მიღწევებით. და აი ეს იყოს და გაცვლა მოხდეს მე შემდგომ სწორად უკვე პოლიტიკურად დალაგებულად, რომ ესე იგი ჩვენი არსებობას რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს კაცობრიობისთვის და რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს დედამიწისთვის, ესე ვთქვათ. თამამად შემიძლია ეს განვაცხადო. და რამდენი საიდუმლოებაა ჩვენში დამალული და დაფარული, ეს კიდე ცალკე თემაა და ჩვენ ნელ-ნელა დროთა განმავლობაში ამაზე ვისაუბრებთ. რაც მთავარია, მე შევეცადე რომ გადმომეცა ის და მინდა რომ მადლობა გადაუხადო ამ ოჯახს, ფაქტურად ჩვენ წარმომადგენელი ბატონი ნოდარი ბაგრატიონი მისი ოჯახთან ერთად მისი მეუღლე გახლავთ უკრაინელი და მათ ფაქტიურად უკრაინაში ცხოვრობდნენ ბრძოლის მომენტში ძალიან სერიოზული პრობლემები ამ ბრძოლა ომი როდესაც დაიწყო ძალიან სერიოზული გზა გაიარეს და მოკლედ აი ესეთი მთელი ისტორია დაიწერება ამაზე მართლა მთელი ძალიან დიდი თემა არის როგორ გადავიდნენ შემდგომ ევროპაში და ჯერ თვითონ უკრაინა როგორ მთელი უკრაინის გადაკვეთა მოუწიათ ფაქტიურად სადაც საბრძოლო მოქმედებები დაიწყო ზუსტად იქ ცხოვრობდნენ იმ მომენტში და იქიდან მოუწიათ მოკლედ ძალიან რთული გზის გავლა. გაიარეს ეს გზა და აი გერმანიამ ესეთი მიიღო და ჩვენ მადლობა უნდა გადაუხადოთ და მე მადლობა გადაუხადე, მადლობების სიგალები გადავეცი ამ ოჯახებს, ვინც დაეხმარა ჩვენ პრინც ნოდარ ბაგრატიონის ოჯახს და გვერდში დაუდგა და უნდა დავაფასოთ ეს და ეს ყველანაირად შევეცადე, რომ ეს მადლიერება გამომეხატა მათ მიმართ. ესე იგი მე შემდგომ მოხდა ქალაქ პლანეგის მერთან შეხვედრა, მის მოადგილესთან შეხვედრა, ეს იყო არაჩვეულებრივი შეხვედრა, სპეციალური წიგნი აქვთ მათ ოქროს წიგნს ეძახიან, სადაც
განსაკუთრებული სტუმრები აკეთებენ ჩანაწერებს, გავაკეთეთ ეს ჩანაწერი, ვისაუბრეთ იქაც, დავსახეთ გარკვეული, ესე იგი, გეგმები, რომ მომავალში რა შეიძლება გავაკეთოთ ჩვენი ქვეყნების ურთიერთობის გასაძლიერებლად. და რამდენად აი ზუსტად ამასზე ვაკეთებ ახლა აპელირებას და პედალირებას, რომ ანუ ჩვენ გვაქვს ის ბირთვი ბაგრატოვანთა დინასტიის, აი ჩვენი ფონდი, რომელიც ფაქტიურად ახლა მე გახლავართ დინასტიური კავშირის ბაგრატოვანთა სახლის ინფორმაციული განყოფილების ხელმძღვანელი და საქართველოს სამეფო დინასტიური მამუკა ბაგრატიონის ფონდის დამფუძნებელი და პრეზიდენტი და ვცდილობ ყველანაირად, რომ ბაგრატოვანთა დინასტიის ერთიანობა, შიდა განაწესის შემუშავება, ჩვენი მოქმედება ეს ყველაფერი აკადემიურ და იმ დონეზე მივიყვანო, რომ იყოს ყველაფერი მოწესრიგებული. ყველა ძალიან ბევრი ფაქტორები გვებრძვიან ამ მიმართულებით რა, იმიტომ რომ ეს არის რუსეთის იმპერიამ პირველ რიგში რა გააკეთა. ჩვენს ქვეყანას ჩამოაცილა დინასტია. იმიტომ რომ იცოდა რომ ამ დინასტიას რამხელა მადლი ჰქონდა და რამხელა ძალა ჰქონდა. და ეს მან შეძლო. უნდა ვაღიაროთ რომ მათ ეს შეძლეს. შემდგომ რამდენი პროცესი წავიდა იმისი რომ ანუ ბაგრატიონები და პატრიოტი ძალები ჩვენი ყოველთვის ცდილობდნენ რომ აღედგინათ ეს და ეს დიდი დანაშაული იყო, ეს საკაცობრიო დანაშაული აქვს ჩადენილი ფაქტობრივად რუსეთს და თვითონაც აცნობიერებს ამ მომენტს და უნდა ჩვენ ამ მიმართულებით აქტიურად უნდა იმუშაოს სახელმწიფომაც და ჩვენ მზად ვართ. აი მე შემიძლია ვთქვა, რომ აბსოლუტურად ჩვენ გვაქვს ურთიერთობები უცხოეთთან და ვცდილობთ ზუსტად ამ ინფორმაციის სწორად მიწოდებას და ჩვენს ხელისუფლებასთან გქონდეს კარგი დამოკიდებულება, სწორი დამოკიდებულება და იმ კანონის ფარგლებში, რასაც გვაძლევს ჩვენი კანონმდებლობა, ჩვენი კონსტიტუცია, ვიმოქმედოთ აი ამის ფარგლებში. და ესე რომ ვთქვათ, გავეფინოთ ჩვენს ხელისუფლებას და სახელმწიფოს, ჩვენ ხალხს ისევ და ისევ მსხვერპლად. ამას დიდი ბედნიერება არსებობს, რომ შენი ქვეყნისთვის თავს ვსდებ და რა ვიცი, ჩვენი რწმენისთვის თავს ვსდებ, არ ვიცი, ამას დიდი ამაი არსებობს. შენი ოჯახისთვის თავს ვწირავ და გადიხარ ფრონტის ველზე, ამას დიდი ბედნიერება არ არსებობს. ამიტომ ჩვენ მზად ვართ, რომ კვლავ ვიყოთ, აი მე პირადად ეხლა ყველა სახელით რო არ მომიწიოს საუბარი და გარკვეულწილად მე ვერ ვისაუბრებ ბაგრატოვანთა დინასტიის სახელით. უბრალოდ ისტორიულ კონტექსტში შემიძლია ვთქვა, რომ ეს ჩვენი ბუნების ნაწილი არის, მაგრამ ჩვენ გვაქვს ჩვენი შიდა განაწესი, აი ფონდიც ზუსტად ამ ბაგრატოვანთა სახლის წესდების, ვთქვათ, რაც არის, რომელიც შეთანხმებული იყო თავის დროზე საქართველოს საპატრიარქოსთან და საქართველოს მთავრობასთან, როდესაც ეს წესდება იქმნებოდა და აქედან გამომდინარე ჩვენ ვცდილობთ, რომ ამ წესს და ამ კანონს მივყვეთ და რაც არის წესი და კანონი, აი ამას მივზდიოთ, რომ ზუსტად ყველაფერი იყოს სწორად. და პირველ რიგში ჩვენ ვიყოთ ამ წესის და კანონის შემსრულებელი და აღმასრულებელი. და მაგალითი მივცეთ საზოგადოებას. ესე იგი, ძალიან კარგი შეხვედრა, ესეც მშვენიერი შეხვედრები იყო. იქ მე მინდა გაჩვენოთ წიგნი, რომელიც ქალბატონმა პროფესორი გახლავთ კარინ ზორგე, რომელმაც აი ეს წიგნი საჩუქრად გადმოგცა მე და ნოდარ ბაგრატიონის ოჯახებს. მან თავისი ხელნაწერის გაგვიკეთა ამ წიგნზე და ეს არის ადამიანი 85 წლის ქალბატონი არის, რომელმაც ძალიან ბევრი იბრძოლა იმისთვის, თავისუფლებისთვის, ადამიანის უფლებებისთვის, დაცვისთვის დაჭერილი იყო კაკებეს ციხეში იჯდა, ანუ ბერლინის კედელი მოკლედ ძალიან დიდი ბრძოლა არის ამ წიგნში ასახული, თავისი ბიოგრაფია არის, აი როგორ იბრძოდა
როგორ იბრძოდა სამართლიანობისთვის და თავისი ქვეყნისთვის და რამდენი ენერგია ჩადო ამაში, ეს ძალიან დიდი მადლობა მას. რომ აი ეს წიგნი გვაქვს და ძალიან საინტერესო იქნება, მე მინდა რომ დეტალურად გავეცნო ამ წიგნს შინაარს. რა თქმა უნდა, ჩვენ მივეცით ჩვენი წიგნი, სადაც ჩვენი ფონდი ბეჭდავს ამ წიგნს, ეს არის ჩვენი დინასტიური მამუკა ბაგრატიონის ფონდის წიგნი, სადაც მოკლედ არის ბაგრატიონების ისტორია აღწერილი, ინგლისურ ენაზე არის და ჩვენი ფონდის აქტივობები და ჩვენი ფონდი რას ცდილობთ რომ გავაკეთოთ, ვინ არის გაერთიანებული, როგორ იმართება, რა არის ძალიან მნიშვნელოვანი, აი ჩვენთვის კიდევ არის ერთი ფაქტორი. ყველა ნიჭიერი ადამიანი, რომელიც საქართველოში იმყოფება, ყველა უნდა იყოს დაფასებული. და ყველას უნდა ყურადღება მიექცეს. არც ერთი ნიჭიერი ადამიანი არ უნდა იყოს ყურადღების გარეშე. არც ერთი ნიჭიერი ადამიანი. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ. განათლებას და პატრიოტიზმს ძალიან დიდი ყურადღება უნდა მივაქციოთ და ჩვენში არსებულ საბრძოლო სულის განვითარებას. სხვათა შორის მინდა აღვნიშნო, რომ აი ახლა ზუსტად მოგახსენებთ ახლა ეს ახლა ჩატარდა ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა თბილისის მერიოტში, რომელსაც ვესწრებოდით და ნუ ცოტა მოგვიანებით მოგახსენებთ ამის შესახებ. და მანამდე განახებთ ეს არის ქალაქ პლანეგის ეს მიუნხენის მიწას ეკუთვნის და აი მანდ გადმოგცეს ჩვენ საჩუქრად ეს წიგნები, ანუ მათი აქტივობები, რა საქმიანობენ, როგორ აკეთებენ, მათი სულისკვეთება რამდენად მნიშვნელოვანი არის და როგორ გიხარია ადამიანს და ის სხვათა შორის როდესაც ვხედავ რომ როგორ ცდილობენ რომ რაღაც თავისი ქვეყნისთვის კარგი გააკეთონ, ყველანაირად რაღაცა უხარიათ სიახლეს რომ აკეთებენ, რაღაც აი ეს განწყობა არის ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან დიდ სიამოვნებას გვანიჭებდა ჩვენ მათი ეს დამოკიდებულება თავისი ქვეყნისადმი და აი ეს როგორი სულისკვეთებით არიან განწყობილები და უხარიათ, როცა კარგი ხდება მათ ქვეყანაში. მე მაინც გაგაცნობთ დეტალებს, ესე იგი ჩვენი სახელები მინდა ვახსენო და აუცილებლად რომ დავაფასოთ ეს ადამიანები. დიდი მადლობა მინდა გადაუხადო ჩვენი ფონდის წარმომადგენელს ევროპის ქვეყნებში ბატონ რაინერ რუგეს. რო არა მისი მხარდაჭერა ჩვენ არ გამოგვივიდოდა იქ წასვლა და ეს ვიზიტი. სხვათა შორის სპეციალურად ჩამოვიდა ჩვენი ფონდის ორდენის კავალერი და წარმომადგენელი საფრანგეთში ქალბატონი ბარბარე ელბაქიძე. აგრეთვე ჩვენთან ერთად იმყოფებოდნენ ჩვენი ფონდის ორდენის კავალერი საქართველოს კარტის გაერთიანებული ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი ბატონი კოჩა სურმაინძე, მეუღლესთან ქალბატონი ირმა ცენტერაძესთან ერთად და შემდგომ ამისა ჩვენ უკვე გავემგზავრეთ მიუნხენში ჩვენი ფონდის ორდენის კავალერთან, საპატიო წევრთან და ორდენის კავალერთან და წარმომადგენელთან გერმანიაში, პრინც ნოდარ ბაგრატიონთან და გადავეცით მადლობის სიგელები იმ ოჯახს, რომელმაც პატრონაჟი გაუწია პრინც ნოდარ ბაგრატიონის ოჯახს. ესენი გახლავთ ექიმები, ბატონი რაინერი და ქალბატონი ნატალი ვიორლეების ოჯახი.
და აი ზუსტად მათთან და მქონდა საუბარი და აგრეთვე ქალბატონ პროფესორს კარინ ზორგეს რის წიგნიც მე განახეთ უკვე თქვენ და ნამდვილად ძალიან კარგი საუბარი გამოგვივიდა და ჩვენი ქვეყნის ფაქტურად მდგომარეობა კარგად გადავეცი და მათ დამპირდნენ რომ მათ ამ ინფორმაციას გაავრცელებენ, გადასცემენ, ეტყვიან რომ ვინ ესაუბრა და რა არის რეალობა ჩვენს ქვეყანაში. და სხვათა შორის შემიძლია ვთქვა რომ ისინი აღფრთოვანებული იყვნენ ამ ისტორიის მოსმენით და მე მინდა რომ აი არ ვიცი მე მზად ვარ რომ ჩვენ ქვეყანას ჩვენ საელჩოებთან აი ჩვენი ფონდმა ითანამშრომლოს ჩავიდეთ და მოვაწყოთ საგანმანათლებლო ინფორმაციული სივრცეები გავცვალოთ ჩვენი ანუ რა ხდება ჩვენს ქვეყანაში ვინ ვართ ჩვენ რა კულტურას ვეკუთვნით რა გვინდა ანუ ეს ყველაფერი ეს ინფორმაცია უნდა მივაწოდოთ ძალიან მნიშვნელოვანია იმიტომ რომ ძალიან დიდი მანქანა იბრძვის მსოფლიოს პრობლემა არის სოფლიოს პრობლემა არის, იმიტომ რომ ძალიან დიდი მანქანა იბრძვის ცივილიზაციის წინააღმდეგ რა, რომელსაც უნდა ცივილიზაცია უკვე იცით ნებისმიერი იარაღი, ნებისმიერი ტექნოლოგია, ყველაფერი შექმნილი არის ადამიანის გონების მიერ. და ჩვენი გონიერება ძალიან დიდია და ჩვენ ზუსტად ეს პოტენციალი უნდა გამოვიყენოთ ამ ურთიერთობებში და ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ძალიან დიდი მნიშვნელობა. აგრეთვე მადლობის სიგელები გადავეცით ჩვენ ქალაქ პლანეგის მერს ბატონ ჰერმან ნაფციგერს და მის მოადგილეს ბატონ შტეფან შაუდიქს. მათი ნამდვილად აღსანიშნავია მათი განსაკუთრებული გვერდში დგომა პრინც ნოდარ ბაგრატიონის, მისი მეუღლის პრინცესა მილა ჰუბინა ბაგრატიონის და მათი შვილის პრინცესა ელისაბედ ბაგრატიონის მიმართ. ესე იგი სხვათა შორის მეორე დღესვე მათ გვერდზე დაიდო ვებ გვერდზე დაიდო ინფორმაცია ესე იგი მეფური ვიზიტი და ამის შემდეგ გაზეთშიც გამოქვეყნდა ინფორმაცია ჩვენი ვიზიტის შესახებ, ჩვენი საუბრის შესახებ და გარკვეული მომავალი გეგმების მონახაზის გაკეთებასთან მიმართებაშიც, რომ რამხელა მნიშვნელობა ჰქონდა მათთვის ჩვენ ვიზიტს და ჩვენ მზად ვართ მე მზად ვარ ჩემ გუნდთან ერთად ჩვენს ხელისუფლებასთან არსებულ ხელისუფლებასთან ვითანამშრომლო ამ მიმართულებით. მე მზად ვარ ყველა საქართველოში მოაზროვნე ახალგაზრდული ჩვენი ახალგაზრდობა ფაქტიურად იცით ძალიან დიდი პოტენციალი აქვს გონებრივი, როგორც აღნიშნე ჩვენ ერთ-ერთს გააჩნია და ძალიან ბევრი სწორად აზროვნებს და ძალიან სწორი შენიშვნები აქვს ჩვენი ხელისუფლების მიმართ და აი ეს პროცესი ეს ჯანსაღი ოპოზიცია უნდა წარმოიშვას. ჯანსაღი ოპოზიცია უნდა შეიქმნას, ესე იგი ეს ბირთვი უნდა წამოვიდეს ახალგაზრდობის, ახალი სახეები, ახალი ენერგია, რომელიც სწორ მინიშნებებს მისცემენ და სწორად მიუთითებენ ხელისუფლებას რა მიმართულებით უნდა მოხდეს სვლა აკადემიურად, ადამიანურად. იცით რა არის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, როდესაც სწორად აწვდი ინფორმაციას და საუბარი თუნდაც ჩვენი აზრი ერთმანეთს არ ემთხოვდეს და იყოს განსხვავებული, არგუმენტირებულად საუბარი უნდა შეძლონ ოპონენტებმა. უნდა მოხდეს, ესე იგი, აკადემიურ დონეზე საუბარი. ყოვლად დაუშვებელი არის ლანძღვა გინება
ბილდსიტყვაობა და მოკლედ ერთმანეთის ლანძღვით საკუთარი თავის წარმოჩენა. აი ეს თითქოს მოდაში არის ჩვენს პოლიტიკურ სპექტრში, არ ვიცი, ამ სივრცეში კატასტროფა ხდება და მე ძალიან მოხარული ვარ, რომ ნელ-ნელა ეს პროცესი დაძრულია და აი ეს რო ვთქვათ, სარეველები ნელ-ნელა უნდა ჩამოშორდნენ პოლიტიკას. ის სარეველა ძალები, რომელთათვისაც მთავარი არის მე ვიყო კარგად, ჩემი ოჯახი იყოს კარგად, გავაკეთო, შემოვღობო ძალიან მაღალი, ესე იგი გალავანი შემოვარტყა ჩემ ეზოს, მე ვიყო ბედნიერი და დაქცეულა ჩემს გარეთ ყველაფერი. ანუ აი აქაც გამოიხატება რა, ესე იგი ჩვენთან იმხელა გალავნები აქვთ სხვადასხვა აი გერმანიაში ზოგს გალავანი არც ქონდა, რაღაც ესეთ ლამაზი გამწვანებით ქონდა გაკეთებული და ნუ ევროპაში მოგეხსენებათ ეს მომენტი, ეს მომენტი ძალიან ფაქიზად, ლამაზად არის დაცული, რომ იქ ადამიანებმა იციან, რომ ერთმანეთის სივრცე არ უნდა დაარღვიონ და ამდენად ცუდი ტონი არის ქურდობა და ესეთი ანუ კანონი კანონობს და ამ მიმართულებით ძალიან ადამიანების დამოკიდებულება ერთმანეთთან ესეც მნიშვნელოვანია. ანუ ძალიან ბევრი რამ გვაქვს ჩვენს გასაკეთებელი ჩვენს ქვეყანაში, რომ აი ეს ყველაფერი იყოს მოწესრიგებულ აკადემიურ დონეზე. ადამიანებს შორის საუბარი, ფასეულობების, ანუ რეალ ნამდვილი ფასეულობების წარმოჩინება ჩვენ ახალგაზრდა თაობას უნდა ვაჩვენოთ. ჩვენი მებრძოლის სული რამდენად მნიშვნელოვანია, რომ ის კი არა თუ გინდა რომ შენი მიმართულება, შენი პოტენციალი გამოიყენო და რაღაც მიმართულებით წახვიდე და განვითარდე, ამას სჭირდება დაცვა, დაცულობა. რაც უფრო ძლიერია დაცულობა, მით უფრო კარგად განვითარდება ყველა მიმართულება. აი ამიტომ ამას აქვს უდიდესი მნიშვნელობა. დაცულობა არსებობს ფიზიკურ დონეზე, დაცულობა არსებობს გონებრივი პოტენციალის გამოყენება და ყველა იარაღი გონების მიერ არის შექმნილი. აქედან გამომდინარე, გონებას ყველაზე დიდი ძალა აქვს. უბრალოდ ამის გამოყენება აი სხვადასხვა საბრძოლო ხელოვნება სკოლებში აუცილებელი უნდა იყოს. ის კი არა რომ იმ ხრივ კი არა რომ მაგალითად ყველა საბრძოლო ხელოვნებაში იყოს, არა. საბრძოლო ხელოვნება უნდა იყოს ნაწილი განათლების სისტემის. საქართველოს ისტორია უნდა ისწავლებოდეს შესაბამისად, უნდა ისწავლებოდეს საბრძოლო ხელოვნება. უნდა ისწავლებოდეს რას ნიშნავს პატრიოტიზმი და საკუთარი ქვეყნის, საკუთარი ოჯახის დაცვა, რას ნიშნავს პატიოსნება, რას ნიშნავს კეთილსინდისიერება და რას ნიშნავს ჩვენი რწმენა. აი ეს უნდა იყოს ძალიან მტკიცედ და ძალიან ძლიერად, ესე იგი ძლიერ დონეზე და სახელმწიფომ ამ მიმართულებით ყველაფერი უნდა გააკეთოს. და ეს ყველაფერი უნდა მოხდეს არა ხვალ და არა წარსულს რომ მივტირით, რომ აი რა კარგი იყო და რა კარგი იქნება, არა დღესვე აი ეხლავე უნდა დაიწყოს ამ მიმართულებით მუშაობა. ეს იქნება ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი. მე, ჩემი ფონდი, ბაგრატონთა დინასტია, ჩვენ მზად ვართ ვემსახუროთ ჩვენს ქვეყანას ისე, როგორც ეს იყო ისტორიულად. არის და ესე იქნება ყოველთვის. ეხლა მე გადავხედავ კიდევ რა თემები მაქვს, რა მინდა გაგიზიაროთ და ჩანიშნული მაქვს. აი აქცენტი მაგ გაკეთებული, რომ სანამ შიდა მტრები არ პირველი ყველაზე დიდი მტერი არის შიდა მტერი. თუ შიდა მტერი არ იქნა განეიტრალებული, ქვეყანა წინ ვერ წავა, გამორიცხულია. ამიტომ ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა.
ანუ ჩემი ქვეყნის ინტერესები ჩემთვის უნდა იყოს უმთავრესი. და ძალიან ისტორიული მომენტია სხვათა შორის ამაზე არ საუბრობენ ჯერჯერობით, მაგრამ მე ვისაუბრებ, იმიტომ რომ ამის უფლებაც მაქვს და ყველანაირად, ესე იგი, ყოველთვის გავუსვავ ხაზს. ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტი გახლავთ ბაგრატოვანთა სახლის თანამდევი წევრი. მისი აღმატებულება ბატონი მიხეილ ყაველაშვილი. მისი მეუღლე გახლავთ ბაგრატიონ დავითიშვილების ხაზის, ბაგრატოვანთა დინასტიის ნამდვილი წევრი, პრინცესა, ანუ მისი წოდება არის პრინცესა არის, გახლავთ თამარ ბაგრატიონი, პირველი ლედი და ეს არის უდიდესი მადლი ჩვენი ქვეყნისთვის და ისტორიული მომენტი და აი მინდა რომ ავღნიშნო რომ ჩვენ ნელ-ნელა სწორი მიმართულებით მივდივართ, ჩვენი ქვეყანა სწორი მიმართულებით მიდის და აუცილებლად ჩვენ გამარჯვებას მოვიპოვებთ არა ხვალ და არა წარსულზე ტირილით, არამედ დღესვე უნდა დაიწყოს სწორი მოქმედებები. იმიტომ რომ დღეს გაკეთებული სწორი მოქმედებები არის გარანტი მომავალი დიდი წარმატებებისა. ჩვენი გადაცემა დასრულს მივუახლოვდა და დავასრულებ იმ სიტყვებით, რითაც ყოველთვის ვამთავრებ ხოლმე გადაცემას. ეშმაკი ყოფს ღმერთი აერთიანებს. მომავალ შეხვედრამდე.